ნორმალური წვნები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური დღეს რუსთავში იმყოფებოდნენ. რუსთავის მერიაში შეხვედრისას დავით ნარმანიამ მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. ქალაქში მიმდინარე და ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს 13 მილიონი ლარი მოხმარდება. თანხა გადანაწილდება გზების, პარკების, სკვერების, საცხოვრებელი სახლების, სახურავების, შიდა გზების და ეზოების რეაბილიტაციაზე. სექტემბერში კი დაიწყება რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობა. სტუმრებმა ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს, შემდეგ კი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. აგზელებ ჩვენს ვიზიტებს საქართველოს რეგიონებში, იმიტომ რომ რეგიონებს ხელი შევაშველოთ ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტია და მე ძალიან მიხარია რომ დღეს ვარ ბატონ დავით ნარმანიასთან ერთად. ჩვენ ბევრ რამეს დავგეგმავთ და დარწმუნებული ვარ და სიტყვას გაძლევთ რომ ხელს დავამჩნევთ ამ ქალაქს. ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემები რაც ქალაქში არსებობს, იქნება დღის წესრიგიდან მოხსნილი. ეს არის მრავალსართულიან სახლებში სახურავების სამუშაოები, ეს არის შიდა კვარტალური გზების შეკეთების სამუშაოები, წლის ბოლოსთვის თითქმის ყველა სამუშაო იქნება დასრულებული და მოვიფიქრობ რომ რუსთავის მოსახლეობა იქნება კმაყოფილი. პრინციპი მეტისათვის რაც ევროკავშირს აქვს, ჩვენს გაგვაჩნია მსგავსი პრინციპი მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში და ის მუნიციპალიტეტი, რომელიც წელს კარგად შეასრულებს პროგრამებს, მომდევნო წელს მიიღებს უფრო მეტ პროგრამას.